ამერიკული გამოცემაზე ჰილის თანახმად რესპუბლიკური პარტიის დონორი და ნავთობმომპოვებელი კომპანია ფრონტერას ტეხასელი ხელმძღვანელი სტივ ნიკანდროსი ორპარტიული კანონპროექტის მეგობარი აქტის წინააღმდეგ კვლავ ლობირებს. როგორც The Hill წერს, ამისნით სტივ ნიკანდროსმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში $9 მილიარდ მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, 2026 წლის იანვარში სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს წერილი გაუგზავნა მეგობარი აქტის წინააღმდეგ ხმის მიცემის თხოვნით. გამოცემა კონგრესმენის სახელს წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით არ ასახელებს. სტატიის მიხედვით წერილში ნიკანდროსი წერს, რომ მისი კომპანია საქართველოში ახალი $100 მილიონი ღირებულების საინვესტიციო პროგრამისთვის ემზადება, რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ის ამტკიცებს, რომ მეგობარი აქტი და თბილისის წინააღმდეგ მიმართული სხვა სანქციები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს. ნიკანდროსმა დაწერა, რომ მისი კომპანია საქართველოში $100 მილიონი ღირებულების ახალ საინვესტიციო პროგრამას ამზადებს, რომელიც მომდევნო 2 წლის განმავლობაში განხორციელდება. ის ამტკიცებს, რომ მეგობარი აქტი და თბილისის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სხვა მცდელობები საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს ზიანს მიაყენებს. მიუხედავად ამისა, კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანონმდებლებს შორის. ის წარმომადგენელთა პალატა მარტში ფართო ორპარტიული უპირატესობით მიიღო, მაგრამ სენატში სენატორმა მარკუეინ mallinმა დაბლოკა. ნიკანდროსმა გაიღო თანხა როგორც მარკუეინ mallinis, ისე სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლობის საარჩევნო კამპანიებისთვის. სექტემბერში mallinმა The Hill-ს განუცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა მეგობარი აქტის მიმართ ნიკანდროსთან დაკავშირებული არ ყოფილა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ ჯონსონმა 2025 წლის ბოლოს სცადა მეგობარი აქტი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩაერთო, მაგრამ მას სენატის უმრავლესობის ლიდერმა რესპუბლიკელმა ჯონ თიუნმა ხელი შეუშალა. ნიკანდროსმა 19 იანვარს კანონმდებლებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც თხოვდა მათ წინააღმდეგობა გაეწიათ მეგობარი აქტისთვის და მასზე დაფუძნებული ნებისმიერი დამატებითი კანონმდებლობისთვის. The Hill-ის თანახმად ნიკანდროსი თავის წერილში თბილისთან განხეთქილებაში ბაიდენს ადანაშაულებს და ქართულ ოცნებას როგორც კონსერვატიული მოძრაობის მოკავშირედ ისე წარმოაჩენს. გამოცემის თანახმად ნიკანდროსმა წერილს ასევე დაურთო 6-გვერდიანი ანალიტიკური მასალა, რომელიც მისი რჩევით ადრესატ კანონმდებელს შეუძლია სახელმძღვანელოდ გამოიყენოს. The Hill-ის ინფორმაციით ამ მასალაში ნიკანდროსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის ასევე იცავს ქართული ოცნების მიერ უცხოური აგენტების კანონის მიღებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს უცხოური დაფინანსების მიღების გამოსჯის. წერილში ნიკანდროსი ასევე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირეა და მხარდაჭერას იმსახურებს. მანამდე 2025 წლის 23 ოქტომბერს Reuters-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ ფრონტერას ინვესტორი კონგრესში ოცნებისთვის ლობირებდა. Reuters-ის თანახმად სტივ ნიკანდროსმა 30 სექტემბერით დათარიღებული წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რამდენიმე რესპუბლიკელ წევრს, რომელშიც მადლობას უხდიდა მათ იმისათვის, რომ მეგობარ აქტს შეეწინააღმდეგნენ. წერილში, რომელიც სააგენტო Reuters-მა ნახა, იგი კანონმდებლებს ასევე მოუწოდებდა კანონპროექტის საბოლოო მიღების თავიდან ასაცილებლად შემდგომი ნაბიჯები გადაედგათ. მეგობარი აქტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ულსონია და ის გულისხმობს სანქციების დაწესებას მმართველი პარტია ქართული ოცნების წინააღმდეგ. საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის, ანტიდემოკრატიული კურსისა და რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაახლოების გამო ამჟამად კანონპროექტის განხილვა კონგრესში შეჩერებულია.